მედია გამოცემების ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ამერიკის ხმასთან საუბარში ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ევრაზიის პროგრამების დირექტორი ამბობს, რომ მათთვის სრულიად ნათელია, რომ მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ის რომ მზია პატიმრობაში იმყოფება პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობა შიმშილობის გამო, რომელსაც ის ახლა მიმართავს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შიმშილობა ერთადერთი გზაა იმ მოპყრობის გასაპროტესტებლად, რომელსაც ის იღებს. ეს აშკარად პოლიტიკური და პოლიტიზებული საქმეა. გარდა იმისა, რომ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ წუხან და შიშობენ, რომ მისი ახლანდელი მდგომარეობა და შიმშილობა მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ისინი ქართველ მაღალჩინოსნებს, ქართული ოცნების მთავრობას მოუწოდებენ, რომ დაკავებული ჟურნალისტი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. ის მიზანში ნამდვილად თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის და საჭირო აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ. პოლიციელისთვის სახეში გარტყმისთვის მზია ამაღლობელს რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრება. გულნოზა საიდი ამერიკის ხმასთან საუბარში ამბობს, რომ ეს სასჯელი სრულიად არასამართლიანი და არაპროპორციულია. ის განმარტავს, რომ რა თქმა უნდა პოლიციელს სახეში არავინ უნდა გაარტყას და მათზე არავინ უნდა იძალადოს, თუმცა შემდგომი ნაბიჯებით სახელმწიფოს თუ სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან შესაბამისი უნდა იყოს. თუ ხელისუფლება გააგრძელებს გამოძიებას, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ მზიას მიმართ არ იქნება ასეთი პოლიტიზებული მოპყრობა, რაც უბრალოდ მისი საქმიანობის გამო აქვთ ახლა. ასევე არ არის საჭირო მისი საპატიმროში დატოვება იმ დროის განმავლობაში, როდესაც ეს გამოძიება შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. სასჯელი, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, ნათლად არაპროპორციულია ჟურნალისტის ქმედებასთან შედარებით. ეს ქართველმა მაღალჩინოსნებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ზოგად მდგომარეობას, როდესაც იყო არაერთი შეტაკების შემთხვევა მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის და იმ ადამიანებს, რომლებიც მზიას მსგავს პოზიციაში იყვნენ, არ მოექცნენ ისე, როგორც მას ექცევიან ახლა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი გავლენიანი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ამერიკელმა ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ 1991 წელს დააარსეს და მას შემდეგ ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტების უფლებებსა და მათ წინააღმდეგ ჩადენილ დარღვევებზე მუშაობს. ისინიც, როგორც სხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მკაფიოდ და ხმამაღლა მოუწოდებენ ქართული ოცნების მთავრობას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.